მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა სასიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რა სასიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა. ახლო მომავალში, ხარისხი გაფუჭდა უცებედად უკაცრავად, ახლო მომავალში თქვენი ურთიერთობა გადავა რაღაც ახალ საფეხურზე. თუ თქვენ ახლა გყავთ პარტნიორი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ურთიერთობა გადავა ახალ რაღაც საფეხურზე, ახალ ეტაპზე, ხოლო ვისაც არ გყავთ, აქ თქვენს რეალობაში მოდის კონკრეტული ადამიანი, რომელთანაც ნელ-ნელა განვითარდება რაღაც სასიყვარულო ან რომანტიული ურთიერთობა. სხვათა შორის შესაძლოა მეგობარი გყავდეთ, რომელმაც ახლო მომავალში უცებედად რაღაც ასეთი აღიარება გააკეთოს თქვენს მიმართ. დავამატოთ არკანი, კიდევ ერთი, რა სასიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის ახლა, ვნახოთ. ნახეთ, უკაცრავად, ნახეთ, აქ მოდის ასეთი მესიჯი. შენ უნდა დააფასო საკუთარი თავი. შენი ფასეულობა არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. და იცით აქ როგორ მესიჯს ვხედავ. თქვენ თავად აფასებთ საკუთარ თავს და ეს არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი, აზრიც არსებობს იმდენი, მსოფლმხედველობაც თქვენ წარმოიდგინეთ, ასე თუ ისე და საბოლოო ჯამში ჩვენზე არის დამოკიდებული ჩვენი ფასეულობა. ჩვენ სადაც ვაფასებთ თავს, ჩვენ სადაც ვალწესებთ საზღვრებს, ზუსტად იქ და ზუსტად იმდენად ვაფასებენ ჩვენ ირგვლივ მყოფებიც და ადამიანებიც. თუ ჩვენ ადამიანს ვაძლევთ ზედმეტად ბევრის უფლებას, ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ჩვენი პირადი საზღვრები დაარღვიოს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ფასეულობაც უფრო დაბლა იწევს. უფრო დაბლა იწევს არა ჩვენს თვალში, არამედ იმ ადამიანის თვალში, ხო? ამიტომაც დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები, თუ არ გაქვთ დააშენეთ და გახსოვდეთ, თქვენ ამას იმსახურებთ, თქვენ იმსახურებთ პატივისცემას.